და შემდეგი არის ლილიანა ლომინეიშვილი. სკოლის მოსწავლე, მე-10 კლასში ვსწავლობ და ვარ 15 წლის. სწავლის გარდა ვცდილობ, რომ სახლის საქმეებსაც მივხედო, იმიტომ რომ ჩვენ სახლს ჩვენი მშობლების არ ყოფნა არ დაეთყოს და დედაჩემის აქ არ ყოფნა არ იგრძნობოდეს. დედა და მამა უკვე 9 წელია საზღვარგარეთ იმყოფებიან. ლილი, ჩავსიცოცხლე, როგორ ხარ, დედი? რავი, აბა, ვარ. თქვენ? ჩვენც არ აღვიშალთ, დედი რა შვები? რა ვიცი, აბა, მემზადები ეხა მეორე ტურისთვის. აბა, შენიცი, შენეულის სიმშვიდით. რაც გაქვს, აი ბუნებაში ისე მშვიდად, წყნარად. მომენატრეთ ძალიან. უსაზღოდ მენატრები, მელანდები, ყველგან შევხედა. ვცდილობ, რომ ყველაფერი მოვასწრო, სწავლა, საქმე და ასევე რაცა ჩემთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია სიმღერა, რადგან ძალიან მიყვარს და მინდა რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიო. ეხლა იწყება ძალიან საპასუხისმგებლო ტური 10 საუკეთესოდან 4 უნდა აირჩეს და ძალიან მინდა რომ მეც ამ 4 ეულში მოვხვდე. ლილიანა ლომინეიშვილი. ძალიან დაუჭირდა. არა ნახეთ. სოფო ნიჟარაძე ფეხზეა და სოფო გისმენთ? მე არ ვიცი 15 წლის ასაკში ესეთი ჩამოყალიბებული, ესეთი დაყენებული ტემბრი, ესეთი ხმა, ესეთი ემოცია, ესეთი შესრულება, ესეთი გრძნობა, სასწაული გოგო ხარ. მე უკვე აღარ მიხარია, კარგად რომ მღერიან, მირჩევნია ცუდად იმღერონ, უფრო მარტივად იქნებოდა ჩემი საქმე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ახეული გაქვს, ხო, სწორად დაიმსახურა ადგილი X ფაქტორში, მაგრამ მე რა ვქნა, ამათმაც რომ დაიმსახურეს. ნუ ესეთია კონკურსის წესები, რომ და ეს ბოლოში კი არ ვარ, წინ კიდე კონკურსანტები არიან. მიუხედავად თავისი ასაკისა ძალიან დარწმუნებულია თავის თავში, ნუ ხო ხედავ, აი იმდენად სწორად აქვს ემოცია განაწილებული და ისე მოაქვს ეს ყველაფერი, რომ ფიქრობ, რომ შენ მჭირდება ესეთი სტაბილური მონაწილე. წესით უნდა დატოვოს რა. გიორგი, მე შემიძლია გაგიმარტივო საქმე და ერთი რამაც შეგახსენო. პრინციპში, ნუ რა ვიცი, თუ გინდა თუ არა. მინდა. რა რომ სულ ამ ჟანრს ვერ იმღერებს? ეგ ვიცი. თვითონ თქვა, რომ მე კლასიკური სიმღერის გარდა შემიძლია სხვა სიმღერების მოვიდა გადაწყვეტილების დრო. და გიორგი, შენ უნდა გვიპასუხო.
ლილიანა რჩება თუ მიდის? მე რომ 4-ის კამიდან ერთი მაინც რომ მქონდეს თავისუფალი, რა თქმა უნდა არც კი დავფიქრდებოდი. ლილიანა თუ დარჩება, მაშინ მომიწევს ვიღაცასთან დამშვიდობება. რა უნდა ვქნა? დატოვე. მოდი ვიტყვი რომ 5-ვე ახლა ვინც არის სცენაზე იმსახურებს სკამს. ნამდვილად. მე ახლა უნდა მივიღო გადაწყვეტილება ვის ვხედავ უფრო ფინალში და შემდეგ რა თქმა უნდა გამარჯვებულის ამპლუაში. ვის შეუძლია ეს ყველაზე მეტად სანდროს, ლიზას, დაიანას, ნიკას თუ ლილიანას. ლილიანა არის სრულიად განსხვავებული ყველასგან. ეს შეიძლება იყოს მისი პლუსი, მაგრამ შემდეგ შეიძლება ეს მინუსად გადაიქცეს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე ის გაიჭედოს უბრალოდ სწორედ იმიტომ რომ ეს მისი ეფექტურობა. წინასწარ ვერ ვიტყვი, ამიტომაც ვფიქრობ ახლა. შეიძლება ძალიან ინანო. შეუძლია სხვა სიმღერებით შეასრულოს. გიორგი, ეს 5 ადამიანი ხო უნდა მივიღო გადაწყვეტილება. თუ მიდის? კარგი. ვიტყვი ახლა. მე უფრო ინტუიციით ვიღებ ამჯერად გადაწყვეტილებას და არა გონებით. ნეტა დატოვოს რა. სიზავს ახლა დროზეა, მოღერღერ. მე ამ 4 ადამიანიდან ვერავის ვერ დავემშვიდობები, მე ვემშვიდობები ლილიანას. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ლილიანა ლომინეიშვილი რა ძახი ამ ბავშვებს საკუთარ თანაგდებს და საკოცნელად ეძახის, ეგეთი რამე არ გამიგე. არ და უნდა დაეტოვოთ, იმიტომ რომ განსხვავებული იყო ყველასგან. გავაცილოთ და გავამხნევოთ ლილიანა. ოუ, რატო? აუშის.